თელავში მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი დასრულდა. ბოლო საკონცერტო დღეს მსმენელის წინაშე ელისო ვირსალაძე გია ყანჩელის სახელობის თბილისის ახალგაზრდულ ორკესტრთან ერთად წარდგა. ღონისძიება ერთი კვირის მანძილზე მიმდინარეობდა. პროგრამა კონცერტების გარდა მოიცავდა სამუსიკო სასწავლებლების მოსწავლეებთან გამართულ მასტერკლასებს და საუბრებს მუსიკაზე. თელავის მუსიკის საერთაშორისო ფესტივალი კულტურის სამინისტროსა და თელავის მუნიციპალიტეტის მერიის მხარდაჭერით ჩატარდა. ჩვენ კი ვართ ძალიან კმაყოფილები, იმიტომ რომ ჩვენი მოწყობილია და ამას ერთი სული გვაქვს, რომ ახავთ ხოლმე ამ ფესტივალს, თავის კონცერტებიან, ასე ვთქვათ, მაყურებლიან, მსმენელიან, ოვაციებიან. მე ვფიქრობ, რომ მაინც მაყურებელმა მსმენელმა უნდა შეაფასოს, თუმცა ოვაციებიდან გამომდინარე, ალბათ შეგვიძლია ვთქვათ, რომ ფესტივალი იყო წარმატებული, იყო ყველა კონცერტზე ძალიან დიდი ოვაცია და ძალიან დიდი, ასე ვთქვათ, დასწრება. ეხლავე დღესვე ვიწყებთ უკვე შემდეგი ფესტივალისთვის, ასე ვთქვათ, მუშაობას და ვფიქრობ, რომ წელს ისევ საინტერესო ფესტივალს შევთავაზებთ ჩვენს არაჩვეულებრივ მსმენელს. პროფესიონალიზმი, ნიჭი, ყველაფერი ერთად აქვს, არაჩვეულებრივია. ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ, თუ კი მოვასწრებთ ბილეთის აღებას და ან ვინმეს ჩამოეკიდებით კისერზე, ყოველ შემთხვევაში დიდი სიხარულით მოვდივართ აქეთ და ძალიან გიხარია და მოგწონს ეს ყველაფერი. კარგი იდეა არის, არაჩვეულებრივი და დიდი ბედნიერება, ძალიან დიდი ბედნიერება არის და კარგია რომ ამდენი ხალხი მოდის.